კომპანია Tesla, SpaceX-ისა და ასევე პლატფორმა X-ის მფლობელი ილონ მასკი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს კომენტარებით ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სკანდალური გახდა მისი კომენტარი გერმანიასთან დაკავშირებით. მან ილონ მასკმა ღიად დაუჭირა მხარი ულტრამემარჯვენე პარტიას, ალტერნატივა გერმანიისთვის. 23 თებერვალს უნდა ჩატარდეს არჩევნები გერმანიაში და ევროპულ ქვეყნებში განაცხადეს, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. მან დაწერა ასეთი პოსტი, მხოლოდ AfD-ს შეუძლია გადაარჩინოს გერმანია. AfD არის პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. მან ასევე კომენტარები გააკეთა იტალიის სასამართლო სისტემაზე და ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე. ემანუელ მაკრონი გამოვიდა სიტყვით პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტი, სადაც მან განაცხადა, ვინ წარმოიდგენდა 10 წლის წინ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ საერთაშორისო რეაქციონისტულ მოძრაობას და ჩაერეოდა პირდაპირ საარჩევნო პროცესში, მათ შორის გერმანიაში, განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მას პირდაპირ არ უთქვამს ილონ მასკის სახელი, თუმცა ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იგულისხმებოდა ილონ მასკი. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, კონკრეტულად ბოლო დღეების დღეებში არის განსაკუთრებულად კრიტიკული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კიერ სტარმერის მიმართ. ილონ მასკმა გააზიარა კიდევაც გამოკითხვა, სადაც ის ეკითხება თავის გამომწერებს, გაათავისუფლოს უნდა თუ არა ამერიკამ დიდი ბრიტანეთი ტირანული მთავრობისგან. ასევე ილონ მასკმა გააზიარა პოსტი ანონიმური ანგარიშიდან, სადაც ბავშვების ფოტოები არის გამოქვეყნებული და ანგარიშის აღწერაში ვკითხულობთ იმას, რომ დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ისლამოფობიის ჩახშობა, ისლამოფობიასთან ბრძოლა, ვიდრე ბავშვების დამნაშავეების დასჯა. საქმე შეეხება 10 წლეულობის მანძილზე დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ ძალადობას, რომელიც 2000-იანი წლებიდან იწყებოდა. საუბარი არის მამაკაცთა დაჯგუფებაზე, რომლებსაც ძირითადად აქვთ პაკისტანური წარმოშობა, ისინი არიან ძირითად შემთხვევაში მუსლიმები. და რამდენიმე кейსი გაიხსნა ამასთან დაკავშირებით. საქმე შეეხებოდა სექსუალურ ძალადობას არასრულწლოვან გოგოებზე და ამასთან დაკავშირებით ილონ მასკი წერს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2000-იანი წლის დასაწყისში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის იყო პროკურორი და საკმარისად არ იმუშავა იმისათვის, რომ დასჯილიყვნენ დამნაშავეები. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის დეზინფორმაცია.